შეერებული. კომპანიები M ჯგუფი და Mon ჯგუფი ერთ ბრენდად გაერთიანდნენ. აქამდე M ჯგუფის მართვაში მხოლოდ ის რესტორნები შედიოდა, სადაც პრიორიტეტული ქართული სამზარეულო იყო. Mon ჯგუფი კი ძირითადად უცხოურ სამზარეულოზე იყო ორიენტირებული. კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით გაერთიანების ძირითადი მიზანი ბაზარზე წილის გაზრდა და აღნიშნულ სექტორში სხვადასხვა სეგმენტის ათვისებაა. გაერთიანების შემდეგ კომპანიის საბაზრო წილი პრემიალური რესტორნების სექტორში 40%-ს შეადგენს. გაერთიანება ერთი ბრენდის ქვეშ M ჯგუფის ქვეშ მოგეხსენებათ და რა თქმა უნდა ეს მიმართული იმისთვის რომ უფრო დაიხვეწოს არსებული სერვისი საერთო გამოცდილებით, საერთო რესურსებით და კიდევ უფრო ორიენტირებულია ჩვენი საერთო უკვე მოხმარებლების კმაყოფილებაზე. Mon ჯგუფის გაერთიანება უფრო გააძლიერებს M ჯგუფს და ჩვენ მოხმარებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენ როგორც გაუმჯობესდება, როგორც მომსახურება, ასევე თვითონ სამზარეულოს ხარისხიც და მე მგონი რომ ყველა მოხმარებელი ბევრად უფრო კმაყოფილი დარჩება ვიდრე აქამდე იყო.